გამარჯობა, მე ვარ ნიკო. დღეს კი თქვენ მოისმენთ. მარადიული ფაშიზმი. უმბერტო ეკო. 1942 წელს 10 წლის ვიყავი. ჯილდო რომ ავიღე ოლიმპიადაში. სახელწოდებით სავალდებულო ღია კონკურსზე. ახალგაზრდა იტალიელი ფაშისტების, ანუ ყველა იტალიელი ახალგაზრდისათვის. ვირტუოზული რიტორიკით დავწერე თემა. ვართ ვალდებული, სიცოცხლე გავწიროთ მუსოლინის დიდებისა და იტალიის უკდავებისათვის. ჩემი პასუხი დადებითი იყო. ყოჩაღი ბიჭი ვიყავი. შემდეგ კი 1953 წელს მივხვდი, თუ რას ნიშნავდა სიტყვა თავისუფლება. ამ ამბავს ჩემი საუბრის ბოლოს მოვყვები. მაშინ თავისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა გათავისუფლებას. 2 წელი გავატარე ფაშისტებისა და პარტიზანების გარემოცვაში. ისინი ერთმანეთს ესროდნენ. მე კი ტყვიების აცილებას ვსწავლობდი და სხვათა შორის ეს სულაც არ იყო ურიგო ვარჯიში. 1945 წლის აპრილში პარტიზანებმა მილანი აიღეს. 2 დღის შემდეგ ჩემს პატარა ქალაქშიც შემოვიდნენ. ძალიან სასიხარულო დღე იყო. მთავარი მოედანი ხალხით გაივსო. ყველა მღეროდა, დროშებს აფრიალებდა და მიმოს რეგიონის პარტიზანთა მეთაურს უხმობდა. მიმო კარაბინერების ყოფილი სერჟანტი, რომელიც თავის დროზე ბადოლიელებთან იბრძოდა და ერთ-ერთი პირველი შეტაკების დროს ფეხი დაეკარგა, ყავარჯნებით გაფითრებული გამოვიდა მერიის აივანზე. ხელით ანიშნა ხალხს, დამშვიდდითო. იქ მეც ვიყავი და მის სიტყვას ველოდი. მთელი ბავშვობა ხომ მუსოლინის გამოსვლებს ვისმენდი. მათ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს სკოლაში ზეპირადაც სწავლობდით. სიჩუმე ჩამოვარდა. მიმოს ხმა ჩახლეჩოდა. თითქმის არაფერი ისმოდა. მოქალაქენო, მეგობრებო, დიდი მსხვერპლის, დიდი ტკივილის შემდეგ, აი აქ ვართ. დიდება თავისუფლებისთვის დაცემულთ. მხოლოდ ეს თქვა და უკან შებრუნდა. ხალხი ყვიროდა. პარტიზანები ჰაერში ისროდნენ. ჩვენ, ბავშვები, მასრების მოსაკრეფად გაუცვივდით. ვაგროვებდით ხოლმე. მაგრამ მაშინ იმასაც მივხვდი, რომ სიტყვის თავისუფლება რიტორიკისაგან თავისუფლებას ნიშნავს. რამდენიმე დღის შემდეგ პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ვნახე. აფრო-ამერიკელები იყვნენ. პირველი იანკი, რომელსაც შევხვდი, შავკანიანი ჯოზეფი იყო, რომელმაც დიკ ტრეისის და ლი ებნერის საოცრებებს მაზიარა. მის ფერად კომიქსებს კარგი სურნელი ჰქონდა. ერთ-ერთი ოფიცერი, მაიორი თუ კაპიტანი მადი, ჩემი 2 თანასკოლელის ოჯახში ცხოვრობდა. როგორც საკუთარ სახლში, ისე ვიყავი იმ ბაღში, სადაც რამდენიმე ქალბატონი გარს ეხოვდა კაპიტან მადის და დამწვრეული ფრანგულით ელაპარაკებოდა. კაპიტანი მადი განათლებული კაცი იყო და ცოტა ფრანგულიც იცოდა. ასე რომ ჩემთვის შავპერანგიანების ფერმკრთალი სახეების შემდეგ პირველი ამერიკელი გამათავისუფლებელი ყვითელმწვანე უნიფორმიანი განათლებული შავკანიანი იყო, რომელიც ამბობდა: დიახ, გმადლობთ, მადამ, მეც მიყვარს შამპანური. შამპანური სამწუხაროდ არ ჰქონდა. სამაგიეროდ ჩემი პირველი საღეჭი რეზინი კაპიტანმა მადიმ მაჩუქა და მთელ დღეს მის ღეჭვაში ვატარებდი. მეორე დღისთვის სირბილე რომ შეენარჩუნებინა, ღამით წყლიან ჭიქაში ვდებდი. მაისში გავიგეთ, რომ ომი დამთავრდა. მშვიდობამ ცნობისმოყვარეობა აღმიძრა. ჩვენ ხომ გვეუბნებოდნენ, რომ ახალგაზრდა იტალიელებისათვის მუდმივი ომი ჩვეული მდგომარეობაა. მომდევნო თვეებში აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ ევროპული მოვლენა იყო. ჰოლოკოსტის ამსახველი პირველი ფოტოები ვნახე და ასე მივხვდი, რა იყო, სანამ სიტყვის მნიშვნელობას გავიგებდი. მაშინ გავაცნობიერე, რისგან გვიხსნეს. დღეს იტალიაში არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობის რეალურ სამხედრო გავლენას ომის მსვლელობაზე ეჭქვეშ აყენებენ.
ჩემი თაობისათვის ეს უსაბუთლო ეჭვია. ჩვენ მაშინვე მივხვდით წინააღმდეგობის მორალურ და ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას. ნამდვილად საამაყო იყო, რომ ჩვენ ევროპელები გულხელ დაკრეფილე არ ველოდებოდით გათავისუფლებას. ვფიქრობ ახალგაზრდა ამერიკელებისთვისაც, რომლებიც საკუთარ წელს სისხლს ხვრიდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფრონტის ხაზს იქით ევროპელებიც იხდიდნენ ვალს. დღეს იტალიაში არსებობს აზრი, რომ ევროპული წინააღმდეგობის მითი კომუნისტური ტყუილია. მართალია კომუნისტებმა პირადი საკუთრებასავით გამოიყენეს წინააღმდეგობის მოძრაობა, რადგან მთავარი როლი ჰქონდათ მასში, მაგრამ მე სხვადასხვა ფერის ყელსახვევები მახსოვს პარტიზანთა რიგებში. ღამეებს რადიოზე აკრულები ლონდონიდან პარტიზანებისათვის გადმოცემული ინფორმაციის მოსმენაში ვატარებდით. ფანჯრები დახურული ჰქონდა და რადიო მიმღებების გარშემო პატარა სივრცე სინათლის ერთადერთი წყარო იყო ერთიანად ჩაბნელებულ ოთახში. ბუნდოვანი და პოეტური ამბების მზე კვლავ ამოვა, ვარდები აყვავდება. უმრავლესობა ფრანკისთვის იყო. ვიღაცამ ჩამჩურჩულა. ფრანკი ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საიდუმლო ჯგუფის მეთაური, ლეგენდარულად მამაცი კაციაო. ის ჩემი გმირი გახდა. ფრანკი, მისი ნამდვილი სახელია ედგარდო სონიოა. მონარქისტი და ისეთი ანტიკომუნისტი იყო, რომ ომის შემდეგ მემარჯვენე ექსტრემისტთა ჯგუფს შეუერთდა და რეაქციონერთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დასდეს ბრალი. მერე რა? სონიო ახლაც ჩემი ბავშვობის ოცნებაა. გათავისუფლება ხომ სხვადასხვა ყაიდის ხალხის საერთო საქმე იყო. დღეს იტალიაში ზოგი იმასაც ამბობს, რომ გათავისუფლებისთვის ბრძოლა განხეთქილების ტრაგიკული პერიოდი იყო და რომ ახლა ეროვნული შერიგების საჭიროების წინაშე დგავართ. იმ წლების მოგონებები უნდა აღიკვეთოს. მაგრამ აღკვეთა ხომ ნევროზს იწვევს. თუ შერიგება თანაგრძნობას და პატივისცემას ნიშნავს ყოველასთვის, ვინც ერთგულად იბრძოლა იმ ომში, პატიება სულაც არ ნიშნავს დავიწყებას. შეიძლება ვაღიარო კიდეც, რომ ეიხმანს გულწრფელად სწამდა საკუთარი მისიის, მაგრამ ამის გამო ვერ ვეტყვე. კარგი, დაბრუნდი და იგივე გაიმეორე მეთქე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გვახსოვდეს მომხდარი და ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ მათ ეს აღარ უნდა გაიმეორონ. მაგრამ ვინ არიან ისინი? თუ გავიხსენებ ტოტალიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე დომინირებდნენ ევროპაში, შვიდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი იგივე ფორმით დაბრუნება განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში რთული წარმოსადგენია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუსოლინის ფაშიზმი ქარიზმატული ლიდერის იდეას, კორპორატივიზმს, რომის ფატალური ბედის უტოპიას, ახალი მიწების დაპყრობის იმპერიალისტურ სურვილს, გააფთრებულ ნაციონალიზმს, მთელი ერის შავ პერანგებში გამოწყობის იდეას, საპარლამენტო დემოკრატიის უარყოფას და ანტისემიტიზმს ეფუძნებოდა, მაშინ არ გამიჭირდება თქმა, რომ ეროვნული ალიანსი, რომელიც იტალიური სოციალური მოძრაობის პირმშოა, ნამდვილად მემარჯვენე პარტიაა, მაგრამ ცოტა რამ აქვს საერთო ძველ ფაშიზმთან. და მაინც ისტორიული უპირატესობა არ მიმაჩნია საკმარის მიზეზად იმისათვის, რომ აუხსნა თუ რატომ გახდა სიტყვა ფაშიზმის სინეკდოქე pars pro toto, ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მთელს სხვადასხვა ტოტალიტარული მოძრაობებისათვის. ფუჭია იმაზე ლაპარაკი, რომ ფაშიზმის შემდგომი ტოტალიტარიზმების ყველა ელემენტს შეიცავდა ერთგვარად კვინტესენციურად. ფაშიზმს არც არანაირი კვინტესენცია გააჩნდა და არც რომელიმე სხვა არსი. ფაშიზმი ფაზი ტოტალიტარიზმი, სხვადასხვა პოლიტიკური და ფილოსოფიური იდეების კოლაჟი, წინააღმდეგობათა ბუდე უფრო იყო, ვიდრე მონოლითური იდეოლოგია. განაშესაძლებელია წარმოვიდგინოთ ტოტალიტარული მოძრაობა, რომელშიც თან არსებობს მონარქია და რევოლუცია, სამეფო გვარდია და მუსოლინის პირადი მილიცია, ეკლესიისთვის ნაბოძები პრივილეგიები და ძალადობის მქადაგებელი სახელმწიფო პროპაგანდა, აბსოლუტური სახელმწიფო კონტროლი და თავისუფალი ბაზარი. ფაშისტური პარტია ჩასახვისთანავე ახალ რევოლუციურ წყობას გადაგებდა, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტად კონსერვატიულად განწყობილი კონტრრევოლუციის მოლოდინში მყოფი მიწის მესაკუთრეების მიერ ფინანსდებოდა.
დასაწყისში ფაშიზმი რესპუბლიკური იყო. 20 წლის მანძილზე სამეფო ოჯახისადმი ლოიალურობით გაქონდა თავი და დუჩეს მეფესთან ხელკავით სიარულის უფლებას აძლევდა, რომელსაც იმპერატორის ტიტულიც კი შესთავაზა. მაგრამ 1953 წელს, როცა მეფემ მუსოლინი დაითხოვა, ორიოდე თვეში პარტია კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე, გერმანელების დახმარებით, სოციალური რესპუბლიკის დროშითა და ლამის იაკობინური აქცენტებით, გადახალისებულ გამდიდრებული ძველი რევოლუციური პარტიტურით. არსებობდა მხოლოდ ერთი ნაცისტური არქიტექტურა და მხოლოდ ერთი ნაცისტური ხელოვნება. ნაციზმის არქიტექტორი ალბერტ შპეერი თუ იქნებოდა, ვანდერ როესთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ისევე როგორც სტალინის დროს, სიმართლე ლამარკის მხარეს რომ ყოფილიყო, დარვინისთვის აღარ დარჩებოდა ადგილი. ცხადია იყვნენ ფაშისტი არქიტექტორები, მაგრამ მათი ფსევდო კოლიზეუმების გვერდით გროპიუსის მოდერნისტული რაციონალიზმის შთაგონებული ახალი შენობებით შენდებოდა. ფაშიზმს შთანოვი არ ყოლია. იტალიაში ორი მნიშვნელოვანი პრემია არსებობდა ხელოვნების დარგში. კრემონას პრემიას გაუნათლებელი და ფანატიკოსი ფარინაჩი აკონტროლებდა, რომელიც პროპაგანდისტულ ხელოვნებას უჭერდა მხარს. მახსოვს ნახატების სათაურით, დუჩეს გამოსვლის მოსმენისას, ან ფაშიზმის მიერ შთაგონებული გონებრივი მდგომარეობა. ბერგამოს პრემიას კი განათლებული და ზომიერად ტოლერანტი ფაშისტი ბოტაი აფინანსებდა. ის იზიარებდა იდეას ხელოვნება ხელოვნებისათვის და ემხრობოდა ავანგარდული ხელოვნების ახალ ცდებს, რომლებიც გერმანიაში უხამსად და ფარულად პროკომუნისტურად ითვლებოდა, რადგან მას კულტურის ერთადერთ მისაღებ ფორმას ნიბელუნგურ კიჩს ეწინააღმდეგებოდა. ეროვნული პოეტი დანუნციო იყო, დენდი, რომელსაც გერმანიაში ან რუსეთში დამჟელი რაზმის წინამძღოლად დააყენებდნენ. რეჟიმმა დანუნციო ნაციონალიზმისა და გმირის კულტის აღზევების გამო ერის მგოსნად შერაცხა. რაც შეეხება ფუტურიზმს, წესით იგი დეგენერაციული ხელოვნების მაგალითად უნდა განვიხილოთ, ისევე როგორც ექსპრესიონიზმი, კუბიზმი და სურეალიზმი, მაგრამ პირველი იტალიელი ფუტურისტები ნაციონალისტები იყვნენ, რომლებიც ესთეტიკური პოზიციიდან გამომდინარე უჭერდნენ მხარს იტალიის მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში. განადიდებდნენ სისწრაფეს, ძალადობას, რისკს და თითქოს ეს ასპექტები გარკვეულწილად ახლოს იყო ახალგაზრდობის ფაშისტურ კულტთან. როდესაც ფაშიზმმა სწორება რომის იმპერიასა და ხალხურ ტრადიციებზე აიღო, მარინეტი იტალიის აკადემიის წევრი გახდა, რომელიც მთვარის შუქს საკმაოდ დიდ პატივს სცემდა. ბევრი მომავალი პარტიზანი და კომუნისტური პარტიის არაერთი მომავალი ინტელექტუალი აღზარდა უნივერსიტეტის სტუდენტთა ფაშისტურმა ასოციაციამ, რომელიც ახალი ფაშისტური კულტურის აკვანი უნდა გამხდარიყო. ეს ჯგუფები ერთგვარ ინტელექტუალურ სამჭედლოდ იქცა, რომელშიც ახალი იდეები ყოველგვარი იდეოლოგიური კონტროლის გარეშე ტრიალებდა. არა პარტიის წევრების ტოლერანტობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცოტას ჰქონდა კონტროლისთვის საჭირო ინტელექტუალური შესაძლებლობები. იმ 20 წლის განმავლობაში ჰერმეტიკოსთა პოეზია იყო რეაქცია რეჟიმის პომპეზურ სტილზე. ამ პოეტებს ნება დართეს საკუთარი ლიტერატურული პროტესტი ნაჭუჭში გამოკეტილებს შეექმნათ. ჰერმეტიკოსთა მსოფლმხედველობა სრულიად ეწინააღმდეგებოდა ოპტიმიზმისა და გმირობის ფაშისტურ კულტს. რეჟიმი შემწყნარებლურად იყო განწყობილი ამ სოციალურად შეუმჩნეველი, თუმცა აშკარა წინააღმდეგობისადმი, რადგან მნიშვნელოვნად არ თვლიდა ამ ბუნდოვან ენას. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იტალიურ ფაშიზმს ტოლერანტულობა ახასიათებდა. გრამში სიკვდილამდე ციხეში გამოამწყვდიეს, მატეოტი და ძმები როსელები დახოცეს, პრესის თავისუფლება აღკვეთეს, პროუკავშირები დაშალეს, პოლიტიკური დისიდენტები შორეულ კუნძულებზე გადაასახლეს, საკანონმდებლო ხელისუფლება წმინდა ფიქციად იქცა, ხოლო აღმასრულებელი ახალ კანონებს ქმნიდა, რომელთა შორის რასის სიწმინდის დაცვის კანონიც იყო. ჩემ მიერ აღწერილი ეს არა ლოგიკური სურათი, არა ტოლერანტულობის, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური მონჩხრეულობის შედეგია. მაგრამ ეს მოწესრიგებული მონჩხრეულობა და ორგანიზებული არეულობაა. ფაშიზმი ფილოსოფიურად არა კოორდინირებული,
მაგრამ ემოციური თვალსაზრისით მყარად ორიენტირებული იყო რამდენიმე არქეტიპზე. ჩემი ნაშრომის მეორე ნაწილზე გადავიდეთ. ნაციზმი ერთადერთი იყო და არ შეიძლება ფრანკოს ჰიპერკათოლიკურ ფალანგიზმს ნაციზმი ვუწოდოთ, რადგანაც ნაციზმი ან არსებითად წარმართული, პოლითეისტური და ანტიქრისტიანულია, ან არ არის ნაციზმი. ფაშიზმით კი შეიძლება მრავალნაირად ითამაშო. თამაშის სახელი კი არ შეიცვლება. ფაშიზმის ცნებას იგივე ახასიათებს, რაც ვიტგენშტაინის აზრით თამაშის ცნებას. თამაში შეიძლება იყოს ან არ იყოს შეჯიბრი. შეიძლება ერთმა ან მეტმა ადამიანმა ითამაშოს. შეიძლება რამე განსაკუთრებულ უნარს მოითხოვდეს ან არა. შეიძლება ფულზე ვითამაშოთ ან არა. თამაშების სხვადასხვა სახის მოქმედებათა რიგია, რომლებსაც მხოლოდ ერთი შორეული ოჯახური მსგავსება ახასიათებთ. პირველი ABC, მეორე BCD, მესამე CDE, მეოთხე DEF. დაუშვათ არსებობს პოლიტიკურ ჯგუფთა რიგი. პირველ ჯგუფს ახასიათებს ABC თვისებები, მეორე ჯგუფს BCD და ასე შემდეგ. მეორე ჰგავს პირველს, რადგან ორი საერთო თვისება აქვთ. მესამე ჰგავს მეორეს და მეოთხე ჰგავს მესამეს იმავე მიზეზით. თან მესამე პირველსაც ჰგავს. საერთო C თვისება აქვთ. ყველაზე საინტერესო შემთხვევა მეოთხეა, რომელიც აშკარად ჰგავს მესამეს და მეორეს, მაგრამ არაფერი აქვს საერთო პირველთან. და მაინც პირველსა და მეოთხეს შორის მსგავსებების უწყვეტი კლებადი რიგიდან გამომდინარე, მეოთხესა და პირველს შორის გარკვეული მოჩვენებითი გარდამავალობის შედეგად მეოთხესა და პირველის ნათესაობა შენარჩუნებულია. ტერმინი ფაშიზმი ყველაფერს ერგება, იმიტომ რომ ფაშისტურ რეჟიმს ერთი ან მეტი ასპექტი რომ ჩამოართვა, ის მაინც ფაშისტური იქნება. მოაშორეთ ფაშიზმს იმპერიალიზმი და ფრანკოს ან სალაზარს მიიღებთ. ჩამოაშორეთ კოლონიალიზმით და ბალკანურ ფაშიზმს მიიღებთ. დაამატეთ იტალიური ფაშიზმის რადიკალური ანტიკაპიტალიზმი და ეზრა პაუნდს მიიღებთ. დაუმატეთ კელტური მითოლოგიის კულტი და გრაალის მისტიციზმი და ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ გურუს, იულიუს ევოლას მიიღებთ. ამ არეულობის მიუხედავად, ვთვლი, რომ შესაძლებელია იმის დამახასიათებელ ნიშანთა ჩამოთვლა, რასაც ურფაშიზმი ან მარადიული ფაშიზმი უნდა ვუწოდოთ. ამ ნიშნების ერთიანი სისტემის ფარგლებში მოქცევა არ შეიძლება. ბევრი მათგანი ურთიერთსაწინააღმდეგოა და დესპოტიზმისა და ფანატიზმის სხვა ფორმებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის არსებობაც საკმარისია ფაშისტური ნისლის კონდენსირებისათვის. ურფაშიზმის პირველი დამახასიათებელი ნიშანი ტრადიციის კულტია. ტრადიციონალიზმი ფაშიზმზე ძველია. ის მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ აღმოცენებულ კონტრრევოლუციურ კათოლიკურ იდეოლოგიას როდი ახასიათებდა. იგი ჯერ კიდევ გვიან ელინისტურ ხანაში გაჩნდა, როგორც რეაქცია ბერძნულ კლასიკურ რაციონალიზმზე. ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვადასხვა რელიგიის ხალხებმა, რომლებიც თანაბარი შემწყნარებლობით დაიშვებოდნენ რომის პანთეონში, კაცობრიობის განთიადზე მიღებულ გამოცხადებაზე დაიწყეს ოცნება. ეს გამოცხადება დიდხანს იყო დამალული დღეისათვის დავიწყებული ენების საფარ ქვეშ. ის ეგვიპტურ იეროგლიფებში, კელტურ რუნებში, აზიური რელიგიების ჯერ კიდევ უცნობ წმინდა ტექსტებში ინახებოდა. ეს ახალი კულტურა სინკრეტული უნდა ყოფილიყო. სინკრეტიზმი არა მხოლოდ წმენათა და პრაქტიკათა განსხვავებული ფორმების კომბინაციაა, როგორც ლექსიკონები განმარტავენ. ამის შედეგად კი ცოდნის განვითარება არ ხდება. ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ უკვე გაცხადდა და არაფერი დაგვრჩენია, გარდა მისი ბუნდოვანი ქსავნილის ინტერპრეტირებისა. მთავარი ტრადიციონალისტი მოაზროვნეების გამოსავლენად ფაშისტური მოძრაობის სიების გადახედვაც საკმარისია. ნაცისტური გნოზისი ტრადიციონალისტური, სინკრეტული და ოკულტური ელემენტებით საზრდოობდა. ახალი იტალიელი მემარჯვენეების ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიული წყარო იულიუს ევოლა, გრაალს სიონის ბრძენთა ოქმებითა და ალქიმიას რომის წმინდა იმპერიით აზავებდა. თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი გონებრივი გახსნილობის
დემონსტრირებისთვის იტალიელ მემარჯვენეთა ნაწილმა საკუთარი სიები დე მესტრის, გენონისა და გრამშის დამატებით განავრცო. სინკრეტიზმის ნათელი მაგალითია. ამერიკაში წიგნის მაღაზიების იმ თაროებით თუ დაინტერესდებით, რომლებსაც აწერია New Age, წმინდა ავგუსტინესაც აღმოაჩენთ, რომელიც რამდენადაც ვიცი, ფაშისტი არ ყოფილა, მაგრამ წმინდა ავგუსტინესა და Stonehenge-ის ერთად დადება სწორედ ესაა ურ-ფაშიზმის სიმპტომი. ტრადიციონალიზმი მოდერნიზმის უარყოფას გულისხმობს. გინდ ფაშისტები და გინდ ნაცისტები აღმერთებდნენ ტექნოლოგიებს, ხოლო ტრადიციონალისტი მოაზროვნეები როგორც წესი გმობენ მათ, როგორც ტრადიციული სულიერი ღირებულებების უარყოფას და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნაციზმი ამაყობდა საკუთარი სამრეწველო წარმატებებით, ეს მხოლოდ სიცხლსა და მიწაზე დაფუძნებული იდეოლოგიის ზედაპირული ნიშანი იყო. თანამედროვე სამყაროს უარყოფა ცხოვრების კაპიტალისტური სტილის კრიტიკით იყო შენեղბული, მაგრამ ძირითადად ეხებოდა 1789 წლის სულისკვეთების უარყოფას. განმანათლებლობა, გონის ხანა განიხილებოდა როგორც თანამედროვე ხრწნის დასაწყისი. აქედან გამომდინარე, ურ-ფაშიზმი შეიძლება განიმარტოს როგორც ირაციონალიზმი. ირაციონალიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული კულტთან, მოქმედება მოქმედებისთვის. მოქმედება თავისთავადაა მშვენიერი და მაშასადამე ყოველგვარ განსჯამდე და მის გარეშე უნდა მოხდეს. აზროვნება კასტრაციის ერთგვარი ფორმაა. ამიტომ კულტურას ეჭვის თვალით უყურებენ იმდენად, რამდენადაც ის კრიტიკულ ხედვასთან არის გაიგივებული. ამაზე მეტყველებს გებელსის ცნობილი გამოთქმაც, როცა კულტურაზე ლაპარაკობენ, რევოლვერს ვიმარჯვებ და ისეთი ეპითეტების ხშირი გამოყენებაც, როგორებიცაა ღორი ინტელექტუალები, რადიკალი სნობები, უნივერსიტეტები კომუნისტების ბუდეა. ინტელექტუალური სამყაროს ეჭვის თვალით ყურება ყოველთვის ურ-ფაშიზმის სიმპტომია. ფაშისტური ოფიციოზის წარმომადგენელი ინტელექტუალების ძირითადი საქმიანობა ის იყო, რომ თანამედროვე კულტურასა და ლიბერალ ინტელიგენციას ტრადიციული ღირებულებების დავიწყებაში ადანაშაულებდნენ. სინკრეტიზმის არავითარ ფორმას არ შეუძლია კრიტიკის მიღება. კრიტიკული სული განსხვავებულობას ეფუძნება. განსხვავებულობა კი თანამედროვეობის ნიშანია. თანამედროვე კულტურაში სამეცნიერო საზოგადოება არ დათანხმებას ცოდნის გაღრმავების ინსტრუმენტად მიიჩნევს. ურ-ფაშიზმისათვის არ დათანხმება ღალატს ნიშნავს. არ დათანხმება გარდა ამისა განსხვავებულობის ნიშანია. ურ-ფაშიზმი იზრდება და მომხრეების მოკრებას ცდილობს განსხვავებულობის ბუნებრივი შიშის გამოყენებით და გამწვავებით. ფაშიზმის ან ადრეული ფაშიზმის პირველი მოწოდება უცხოების წინააღმდეგ არის მიმართული. ამგვარად, ურ-ფაშიზმი საფუძველშივე რასისტულია. ურ-ფაშიზმის სათავე ინდივიდუალური და სოციალური ფრუსტრაციაა. რაც ხსნის თუ რატომ იყო ისტორიულად ფაშიზმის ერთ-ერთი ტიპიური ნიშანი ეკონომიკური კრიზისით, შეჭირვებულ თუ პოლიტიკურად შევიწროებულ, ქვედა სოციალური ჯგუფების მხრიდან, შესაძლო შემოტევით შეშინებულ, ფრუსტრირებულ საშუალო სოციალურ კლასებზე აპელირება. ჩვენს დროში, როდესაც ძველი პროლეტარები მცირე ბურჟუაზიად იქცნენ, ეს ახალი უმრავლესობა გახდება ფაშიზმის აუდიტორია. ვისაც არავითარი სოციალური იდენტობა არ გააჩნია, ფაშიზმი ეუბნება, რომ მათი ერთადერთი და სხვა პრივილეგიებზე მეტად გავრცელებული პრივილეგია ის ფაქტია, რომ საკუთარ ქვეყანაში არიან დაბადებულები. ეს ნაციონალიზმის სათავეა. თან ერთადერთი, რამაც შეიძლება ერს საკუთარი იდენტობის აღქმა გაუძლიეროს, მტერია. ასე რომ, შეთქმულების და თან შეძლების დაგვარად, საერთაშორისო შეთქმულების აკვიატება ურ-ფაშიზმის ფსიქოლოგიის საფუძველშივე დევს. მიმდევრებმა თავი ალყაში უნდა იგრძნონ. შეთქმულებაზე ყურადღების გამახვილების საუკეთესო ხერხი ქსენოფობიაზე აპელირებაა. თუმცა შეთქმულება შიგნიდანაც უნდა მოდიოდეს. ებრაელები ჩვეულებრივ ამის საუკეთესო ობიექტია იმდენად, რამდენადაც ერთდროულად არიან გარეთაც და შიგნითაც. ამერიკაში შეთქმულების მანიის საუკეთესო მაგალითი პეტ რობერტსის წიგნია The New World Order, ახალი მსოფლიო წესრიგი. იდეოლოგიის მიმდევრებმა მტრის აურაცხელის სიმდიდრითა და ძალაუფლებით თავი დამცირებულად უნდა იგრძნონ.
მტრის უტიფრად გამომზეურებული სიმდიდრითა და ძალაუფლებით დამცირებულად უნდა იგრძნონ თავი. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ინგლისელები დღეში 5 ჯერ ჭამდნენ, ანუ ღარიბ და მოკრძალებულ იტალიელებზე ხშირად. ებრაელები მდიდრებიც არიან და ერთმანეთსაც ეხმარებიან ურთიერთთანადგომის საიდუმლო ქსელის მეშვეობით. მაგრამ მიმდევრები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მტრის დამარცხება მაინც ძალუძთ. აი ასე, რიტორიკული რეგისტრის გამუდმებული ცვლის წყალობით. მტერი ერთდროულად ძალიან ძლიერიცაა და ძალიან სუსტიც. ასე რომ ნებისმიერი ფაშიზმი განწრულია ომის წაგებისთვის, რადგან ფიზიკურად არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს მტრის ძალა. ურ-ფაშიზმისათვის არსებობს არა ბრძოლა სიცოცხლისათვის, არამედ სიცოცხლე ბრძოლისათვის. აქედან გამომდინარე, პაციფიზმი მტერთან გარიგებას ნიშნავს. პაციფიზმი ცუდია იმიტომ, რომ სიცოცხლე გამუდმებული ომია, მაგრამ ეს არმაგედონის კომპლექსს იწვევს, რადგანაც მტერი უნდა დამარცხდეს. დგება საბოლოო ბრძოლის აუცილებლობა, რომლის შედეგადაც ეს მოძრაობა გაბატონდება სამყაროში. ასეთი ფინალი მომდევნო მშვიდობის ხანას გულისხმობს, ოქროს ხანას, რომელიც გამუდმებული ომის პრინციპს ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით ამ წინააღმდეგობის გადალახვა ვერც ერთმა ფაშისტმა ლიდერმა ვერ მოახერხა. ელიტიზმი, რადგან ის არსებითად არისტოკრატიულია, ყველა რეაქციული იდეოლოგიის ტიპიური ნიშანია. ისტორიულად ყველა არისტოკრატიული და სამხედრო ელიტიზმი სუსტების სიძულვილს შეიცავდა. ურ-ფაშიზმს არ შეუძლია ხალხური ელიტიზმი არ იქადაგოს. მისთვის ყოველი მოქალაქე მსოფლიოში საუკეთესო ხალხს, ხოლო პარტიის წევრები საუკეთესო მოქალაქეთა რიგს ეკუთვნიან. ყოველ მოქალაქეს შეუძლია გახდეს პარტიის წევრი, მაგრამ დიდგვაროვანი ხომ ვერ იარსებებს დაბიოს გარეშე. ლიდერმა, რომელმაც იცის, რომ მისი ძალაუფლება არა მანდატით, არამედ ძალით არის მოპოვებული, ისიც უწყის, რომ მისი ძალა მასების სისუსტეს ეყრდნობა. ეს მასა იმდენად სუსტია, რომ სჭირდება და იძულებულია ბრძანებელი დაიმსახუროს. ამიტომ, როდესაც ჯგუფი იერარქიულად ორგანიზებული ხდება, თითოეულ ლიდერს, რომელსაც ზემდგომები ჰყავს, საკუთარი ქვეშემდომები სძულს. თავის მხრივ, ამ ქვეშემდომებსაც სძულთ მათ ქოვით მდგომნი და ასე. ყოველივე ეს მასებში ელიტიზმის გრძნობას აღვივებს. ამ თვალსაზრისით თითოეული უნდა აღიზარდოს მომავალ გმირად. ნებისმიერ მითოლოგიაში გმირი განსაკუთრებული არსებაა, მაგრამ ურ-ფაშიზმის იდეოლოგიაში გმირობა ნორმაა. გმირობის კულტი მჭიდრო კავშირშია სიკვდილის კულტთან. შემთხვევით კი არ იყო ფალანგისტების დევიზი „Viva la muerte“. რიგით ადამიანებს ეუბნებიან, რომ სიკვდილი სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ადამიანი მას ღირსებით უნდა შეხვდეს. მორწმუნეებს კი ასწავლიან, რომ ის ზებუნებრივი ბედნიერების მიღწევის მტკივნეული ხერხია. ურ-ფაშისტი გმირი კი მიელტვის სიკვდილისკენ, რომელსაც მას გმირული სიცოცხლის საუკეთესო კომპენსაციად სთავაზობენ. ურ-ფაშისტ გმირს ერთი სული აქვს, მოკვდეს და აღსანიშნავია, რომ ამ მოუთმენლობის გადამკიდე ხშირად სხვებს ხოცავს. გამომდინარე იქიდან, რომ მარადიული ომიც და გმირობაც რთული თამაშია, ურ-ფაშისტს ძალაუფლების სურვილი სექსუალურ საკითხებზე გადააქვს. ეს მაჩოობის კულტის სადავე ხდება. ვინაიდან სექსი რთული თამაშია, ურ-ფაშისტი იწყებს თამაშს იარაღით, რაც მისი ფალოსის ერზაცია, სუროგატე. მისი ომობანა ხომ გამუდმებული პენის შურის შედეგია. ურ-ფაშიზმის საყრდენი თვისობრივი პოპულიზმია. დემოკრატიულ წყობაში მოქალაქეები ინდივიდუალური უფლებებით სარგებლობენ, მაგრამ მოქალაქეთა ერთობლიობას პოლიტიკური ბიძგის ძალა მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემების საფუძველზე აქვს. ურ-ფაშიზმისთვის ინდივიდებს უფლებები არ აქვთ და ხალხი განეხილება როგორც მონოლითური ორგანიზმი, რომელიც საერთო ნებას გამოხატავს. რადგანაც ადამიანების არანაირ რაოდენობას არ შეიძლება გააჩნდეს საერთო ნება, ლიდერს მათი ნების გამოხატვის პრეტენზია აქვს. ვინაიდან მოქალაქეები კარგავენ უფლებამოსილებას, აღარ მოქმედებენ და მხოლოდ პარს პრო ტოტო ასრულებენ ხალხის როლს და ხალხი თეატრალურ ფიქციად იქცევა. თვისობრივი პოპულიზმის თვალსაჩინოებად ვენეციის მოედანი და ნიურნბერგის სტადიონი აღარ გჭირდება. ჩვენს მომავალში სატელევიზიო და ინტერნეტის თვისობრივი პოპულიზმი მოჩანს, რომელშიც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის ემოციური რეაქცია შეიძლება
ხალხის ხმად მოინათლოს. საკუთარი თვისობრივი პოპულიზმიდან გამომდინარე, ურ-ფაშიზმმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს გახრწნილ საპარლამენტო მთავრობებს. პარლამენტში მუსოლინის ერთ-ერთი პირველი წინადადება ეს იყო: ამ ყრუ და ნაცრისფერ დარბაზს ჩემი ჯარისკაცების ყაზარმად გადავაკეთებდი. მერე კი იპოვა უკეთესი თავშესაბარი თავისი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ მოგვიანებით პარლამენტი მაინც დაშალა. ყოველთვის როცა პოლიტიკოსი პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს, აქაოდა ეს უკანასკნელი ხალხის ხმას აღარ წარმოადგენსო, ურ-ფაშიზმის სუნი დგება. ურ-ფაშიზმი ნეოენაზე ლაპარაკობს. ნეოენა ორეულმა შექმნა რომანში 1984 წელს, როგორც ინგსოცის ოფიციალური ენა. მაგრამ ურ-ფაშიზმის ელემენტები დიქტატურის სხვადასხვა ფორმისთვის საერთოა. ყველა ნაცისტური თუ ფაშისტური ტექსტი ღარიბი ლექსიკითა და ელემენტარული სინტაქსით გამოირჩეოდა ღრმა და კრიტიკული მსჯელობისთვის საჭირო ინსტრუმენტების შეზღუდვის მიზნით. მაგრამ ნეოენის სხვა ფორმების გამოსაცნობად მზად უნდა ვიყოთ, მაშინაც როცა ის პოპულარული თოქ-შოუს უმანკო ფორმას ღებულობს. ვინაიდან ურ-ფაშიზმის შესაძლებელი არქეტიპი უკვე ავწერე, ნება მიბოძეთ დასკვნა გავაკეთო. 1953 წლის 27 ივლისის დილას მითხრეს, რომ რადიოთი გადმოცემული ინფორმაციის თანახმად ფაშიზმი დაეცა და მუსოლინი დააპატიმრეს. დედაჩემმა გაზეთი საყიდლად გამიშვა. უახლოეს ჯიხურთან მივედი. გაზეთები კი იყო, მაგრამ განსხვავებული სათაურებით. როცა სათაურებს თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ ყველა გაზეთი სხვადასხვა რამეს ამბობდა, ერთ-ერთი ვიყიდე და პირველ გვერდზე დაბეჭდილი 5 თუ 6 პარტიის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია წავიკითხე. ეს პარტიები იყო: ქრისტიან-დემოკრატიული, კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტია, მოქმედების პარტია და ლიბერალთა პარტია. იმ წუთამდე მეგონა, რომ ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია, იტალიაში კი მხოლოდ ნაციონალური ფაშისტური პარტია იყო. თურმე ჩემს ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე პარტია არსებობდა. გარდა ამისა, რადგან საკმაოდ გონიერი ყმაწვილი ვიყავი, იმასაც მივხვდი, რომ ეს პარტიები ერთ ღამეში ვერ შეიქმნებოდა და მანამდეც არსებობდნენ, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაციები. სტატია დიქტატურის დასასრულს და თავისუფლების აღდგენას გვამცნობდა. სიტყვის, პრესისა და პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლების. ღმერთო ჩემო, ცხოვრებაში პირველად კითხულობდი სიტყვებს დიქტატურა და თავისუფლება. ამ ახალი სიტყვების წყალობით იმ დღეს ხელმეორედ დავიბადე. დავიბადე როგორც დასავლელი თავისუფალი ადამიანი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა აღარ დაგვავიწყდეს. ურ-ფაშიზმი ჩვენ გარშემოა და ხანდახან სამოქალაქო ფორმაც აცვია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნებოდა ვინმე რომ დადგებოდეს მსოფლიო სცენაზე და იტყოდეს: კვლავ მინდა გავხსნა ოსვენციმი და მინდა, რომ შავი პერანგები კვლავ მარშირებდნენ იტალიის მოედნებზე, გამართულ აღლუმებზე. ცხოვრება ასე მარტივი როდია. ურ-ფაშიზმი უმანკო თუ საფარველით შენიღბული შეიძლება დაბრუნდეს. ჩვენი ვალია ნიღაბი ჩამოუხსნათ და მისი ყოველი ახალი ფორმა გამოვააშკარავოთ ყოველდღე და მსოფლიოს ყველა წერტილში. ისევ რუზველტს დაუთმობ სიტყვას: გაუბედავ და ვიტყვი, რომ თუ ამერიკული დემოკრატია შეწყვეტს განვითარებას როგორც ცოცხალი ძალა და დღედაღამ არ ეცდება მშვიდობიანი მეთოდებით გაუმჯობესოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ჩვენს ქვეყანაში ფაშიზმი მოძლიერდება. 4 ნოემბერი 1938 წელი. თავისუფლება და გათავისუფლება მუდმივი ვალდებულებაა. არ დაივიწყოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.